არის სტილის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ რადიო იმედს უსმენთ, დადგა ორშაბათი, შესრულდა 12-ის 20 წუთი და როგორც ყოველ ორშაბათს უკვე გვიერთება ლეო სიხარულიძე იმისთვის, რომ მოგვაწოდოს მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან, რა ხდება კვირიდან კვირამდე, რასაც მედია აქცენტს აკეთებს. მოგესალმები ლეო დილამშვიდობის. მოგესალმები დავით. ესე იგი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ჩვენი რაღაცნაირად დღის თემებიც არის კვლავ ტრამპია, მასთან დაკავშირებული საკითხები, ამერიკის ხმა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს ამერიკა უპირველეს ყოვლისა. მოდი გითხარი, რას უკავშირდება ეს ფორმულირება და შემდეგ შევეხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც აგერ უკვე კვირაზე მეტია ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებს, ახორციელებს და რასაც ასეთი დიდი ყურადღება და გამოხმაურება აქვს დანარჩენი მსოფლიოდან. დავით, USAID-ის საკითხი არის ყბადაღებული თემა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი დონალდ ტრამპის როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე მისი ადმინისტრაციის პირველი დაახლოებით ერთი კვირის სამუშაოსი. ეს აქამდეც გაცხადებული იყო საჯაროდ, რომ იგეგმებოდა ფუნდამენტური ხარისხის რეფორმების გატარება, როდესაც საქმე ეხება ვაშინგტონის მიერ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესაბამისი ფინანსური რესურსებით კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ბრძანების ანატომია არის ესეთი, რომ 90 დღის განმავლობაში იქნება ეს უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება თუ საქართველოს ტერიტორიაზე მაგალითად რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კონკრეტული პროექტის დაფინანსება. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე არის შეჩერებული ამჟამად. და ბრძანებაში არ არის კონკრეტულად გაწერილი თუ როგორ მოხდება შეფასება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თუ რამდენად მოდის თანხვედრაში ეს პროექტები ტრამპის საგარეო პოლიტიკასთან და ეს ბერკეტი არის გადაცემული მარკო რუბიოსთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ხელში არის ეს ბერკეტი მოქცეული და სწორედ ეს პიროვნება გადაწყვიტავს თუ რომელი პროექტი გაგრძელდება და რომელი პროექტი შეჩერდება. ასევე მსმენელისთვის საინტერესო იქნება ის მოცემულობაც, რომ ფედერალურ დონეზე ბიუროკრატია, ვინც არის დასაქმებული, იქნება USAID-ის თუ სხვა მსგავსი პროექტების ფარგლებში მომუშავე ადამიანები, ეს კადრები არიან ხელფასიან შვებულებაში გაურკვეველი ვადით გაშვებულები. ტრამპი ამბობს, რომ ღმერთმა გამაჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო. მოლოდინი იმისა, რომ მოკლედ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ის მიიღებს, იქნება მნიშვნელოვანი, თავისთავად აქვს ყველა სახელმწიფოს, რაღაცნაირად ახლა ყველა გამადიდებელი შუშით თან ფრთხილად იყურება ოკეანის გაღმა. რა გამოწვევების წინაშე დგას კვირის თავზე ტრამპის ადმინისტრაცია, რა გაკეთდა უკვე ამ ერთი კვირის განმავლობაში, რამდენიმე პროექტს მოეწერა ხელი, რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის ტერმინის შეცვლასთან დაკავშირებით, გენდერი ჩაანაცვლა სქესმა. მოკლედ ეს ყველაფერი ვიხილეთ, როგორ ეხმაურება ამას საერთაშორისო მედია. დაწყებული პეკინით, იქნება ბრიუსელი, მოსკოვი, თბილისი, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქები, გლობალური სამხრეთის სხვა დედაქალაქები, როგორც შენ სწორედ აღნიშნე, ყველას მზერა არის მიპყრობილი ვაშინგტონისადმი, ყველა ელოდება ვაშინგტონის მიერ გადადგმულ ისეთ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელიც არის განპირობებული და თანხვედრაში მოდის დონალდ ტრამპის შიდა პოლიტიკასთან. ამის ნათელი დასტური არის მაგალითად ეს ყბადაღებული გენდერის და სქესის საკითხი, რომელიც ცვლილებაც სხვა მიმართულებით შეიძლება ითქვას 180 გრადუსით შემოტრიალება ნათელი არის და ეს რა თქმა უნდა უბრუნდებით იმ 90 დღით USAID-ის დაფინანსების შეჩერებას, ვინაიდან სწორედ ვაშინგტონში გატარებული პოლიტიკის ცვლილება პირდაპირ აისახება უკვე იმ საგარეო პოლიტიკურ დინამიკაზე, რომელიც იგრძნობა ვაშინგტონისგან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ტრამპი დაუბრუნდა თავის იმ სივრცეს, სადაც ის ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს, ის
ტრამპის მოქმედებს როგორც რეალისტი და ამის დასტური არის ამერიკის ამბიციები გრენლანდიასთან დაკავშირებით, პანამის არხთან დაკავშირებით. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პანამის არხი სწორედ თეოდორ რუზველტის დროს შექმნილი ეს პროექტი თავის დროზე პანამას გადაეცა. ამაში ცამდე მართალი არის ტრამპი და შემდგომ უკვე სხვა გეოპოლიტიკური ინტერესებისგან გამომდინარე უკვე პეკინის გავლენები გაჩნდა აქ. გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს თავისუფალი სამყაროსთვის არის მნიშვნელოვანი. გრენლანდიის ფლობა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მსმენელს ვეტყოდი, რომ de facto ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზა უკვე აქვს დიდი ხანია გრენლანდიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა de jure ეს საკმაოდ მოზრდილი კუნძული მაინც შედის დანიის იურისპრუდენციაში და მთავარი გასათვალისწინებელი ძაღლის თავი დამარხული აქ არის იმ მონაკვეთში, რომ საქმე ეხება არქტიკის მომავალ გადანაწილებას და დონალდ ტრამპის მზერას სწორედ ამიტომ არის გრენლანდიისკენ მიყრობილი. მოკლედ რომ გითხრათ, ჩინეთთან დაკავშირებით ერთადერთი თანხმობა რაც დღესდღეობით ევროკავშირს და ამერიკას აქვს საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით გახლავთ ორივეს დიდი მონდომება, რომ პეკინთან ურთიერთობები დაალაგონ. კი ბატონო, კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მინდა დღეს ვისაუბრო შენთან, ეს არის თარიღი, რომელმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. 27 იანვარია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა. დღეს მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი უკვე 2 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ჩვენ სტუმართან ერთად შემოგვიერთება საჯარო მართვისა და პოლიტიკის დოქტორი პროფესორი გიორგი მომცელიძე. უბრალოდ მანამ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა მოვლენასთან ჰქონდა საქმე, რატომ მოხდა ჰოლოკოსტი და რამ გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი შეთქმულების თეორია. ზოგი ისტორიკოსი ავითარებდა იმ ნარატივს, რომ ადოლფ ჰიტლერის დედა, რომელიც მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა, მისი ექიმი იყო ებრაელი და სწორედ აქედან მოდიოდა ჰიტლერის ეს უარყოფითი განწყობა. არის მეორე თეორია, რომ ვენის სამხატვრო აკადემიაში მისი გამოცდაში ჩაჭრაც ეთნიკურად ებრაელი პროფესორის ბრალი არის, მაგრამ ეს გახლავთ შეთქმულების თეორიები. პირიქით, დედამისის კურნალი ექიმი, რომელიც ებრაელი იყო, პირიქით კარგად დაამახსოვრდა ჰიტლერს და შემდგომ უკვე ისევე როგორც მისი ზემდგომი ოფიცერი პირველი მსოფლიო ომისას, რომელიც ასევე ებრაელი იყო, ეს ორი ადამიანი დაცული იყო იმ დევნისგან, რომელიც სხვა ეთნიკურად ებრაელებს შეეხოთ. ამის საფუძველი გახლდათ ის ანტისემიტიზმი, რომელიც არ გახლავთ სხვათა შორის გერმანული ან დასავლეთ ევროპული მოვლენა, თუ არ ჩავთვლით დრეიფუსის შემთხვევა საფრანგეთში, რომელიც 10 წლით უსწრებდა პირველ მსოფლიო ომს. ანტისემიტიზმი როგორც ეს არის რუსული მოვლენა, აღმოსავლეთ ევროპული მოვლენა, პოგრომები, ებრაელთა ორგანიზებული დევნა და ხშირ შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურებაც პოგრომი სწორედ რუსეთის იმპერიის მოვლენა არის, შავრაზმელები, ცარის, პოლონეთის ტერიტორიაზე და დასავლეთ გუბერნიებში, განსაზღვრულ ადგილებში, სადაც შეეძლოთ ებრაელებს დასახლება, სწორედ იმ ტერიტორიებზე დევნიდნენ ამ ადამიანებს და ისტორიამ დაჩაგრა ეს ხალხი თვალსაზრისითაც, რომ მეორე მსოფლიო ომში სწორედ დასავლეთ რუსულ რეგიონებში და ბელორუსში მცხოვრები ებრაელები აღმოჩნდნენ, ამჯერად უკვე ნაცისტების მსხვერპლნი. დინამიკა ჰოლოკოსტის და მიზანი, რომელიც ჰქონდათ ნაცისტებს. ამ გადმოსახედიდან რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ყველაფერზე, ხა ხვდებით, რომ ისტორიულ წყაროებს ვიშველიებთ და თავისთავად აქ შესაძლოა გარკვეული ინტერპრეტაციები იყოს ფაქტების და დაზუსტება საჭიროებდეს, თუმცა რა ინფორმაციაც გვაქვს, რა ანალიზი შეგვიძლია გავაკეთოთ? ძალიან ნიშანდობლივი არის ის მოცემულობა, რომ როგორც ჩვენ ისტორიული წყაროები გვეუბნებიან და გერმანელები ზოგადად და იმდროინდელი მესამე რაიხის ბიუროკრატია ცნობილი იყო იმით, რომ ხდებოდა ყველაფრის ზედმიწევნით აღწერა და ჩვენ გვაქვს დღეს შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ სრული სურათი თუ რა პროცესმა მიიყვანა საქმე ადამიანების ინდუსტრიულ დონეზე ფიზიკურად განადგურებამდე. ეს იწყება 1952 წელს ვანზეს კონფერენციით, რომელიც შედგა
ბოჰემია მორავის პროტექტორის რაინჰარდ ჰაიდრიხის, რომელიც ამავე დროს იყო ჰიმლერის მარჯვენა ხელი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფიგურა SS-ში, სწორედ ამ პიროვნების, რომელსაც ეძახდნენ კაცს რკინის გულით, მისი მეთაურობით შედგა მთლიანად მესამე რაიხის ბიუროკრატიული აპარატის სხდომა, რათა მომხდარიყო კოორდინაცია ამ უშუალებელ ბიუროკრატიულ უწყებებს შორის, ერთადერთი საშინელი მიზნით, რომ მომხდარიყო ებრაელების ფიზიკურად განადგურება. ჩვენ უნდა განვასხვაოთ საკონცენტრაციო ბანაკები და განადგურების ბანაკები. საკონცენტრაციო ბანაკები ეს იყო ადამიანების ერთად თავმოყრის და მათი მონურ შრომაში ჩართვის მიზნით შექმნილი დიდი ინფრასტრუქტურა, ხოლო განადგურების ბანაკები, ეგრეთ წოდებული extermination camps, უკვე არის ის ბანაკები, რომელიც ყველა მიცის ისტორიის წიგნებიდან, სადაც ადამიანებს გაზით ხოცავდნენ. 44 წელი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჰოლოკოსტში, ვინაიდან თუ 1942 წლიდან იწყება ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთის, ბელარუსის და უკრაინის ტერიტორიაზე ეთნიკური ებრაელების დევნა, უნგრეთი, ასე თუ ისე დანარჩენი ევროპისგან, ასევე დასავლეთ ევროპისგან, სადაც არ იყო დიდი რაოდენობით ებრაული მოსახლეობა, შედარებით დაცული, მაგრამ 1944 წელს ბუდაპეშტში ნაცისტების მიერ მოწყობილი გადატრიალების შემდეგ აიხმანის ორგანიზებით 300,000-ზე მეტი ებრაელი იქნა გატაცებული და ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა სამწუხაროდ საკმაოდ საშინელ დასასრულს შეხვდა, ისევე თქვენს დათოშენს მიერ ნახსენებ აუშვიცის გამანადგურებელ ბანაკში. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ საწყის ეტაპზე იყო მცდელობები ებრაელთა განდევნის ევროპიდან, მაგრამ იმ დროინდელი სახელმწიფოების მეთაურთა გადაწყვეტილებით არ მიეცათ საშუალება მასობრივად ეთნიკურად ებრაელებს ევროპის კონტინენტის დატოვების, მათ მოახერხეს გერმანიის მეზობელი ქვეყნებისთვის თავის შეფარება, მაგრამ უკვე გერმანული ოკუპაციის პირობებში სამწუხაროდ ეს ადამიანები კვლავ ნაცისტების ხელში აღმოჩნდნენ. კი ბატონო, ჩვენ ვახსენეთ საკონცენტრაციო ბანაკი და სწორედ ამ ბანაკში გაგზავნისგან რომ გადაერჩინა თითქმის 1100 ებრაელი შინდლერი შემოდის, ასე ვთქვათ, მოედანზე გამოჩნდა ადამიანი. Ხოდაშორის არსებობს ინფორმაცია, რომ შინდლერს 7 სია ჰქონდა, ცნობილია. აქედან ჯერჯერობით მხოლოდ 5-ია ნაპოვნი. მოდი გადავიდეთ ამ პერსონაზე, ვინ არის შინდლერი და ვინ იყო და რა როლი ჰქონდა მას. ბატონი ოსკარ შინდლერი, რომელსაც ბევრი ადამიანი საზოგადოება ძირითადად იცნობს ცნობილი კინოდან, შინდლერის სია, ეს გახლავთ 1908 წლის აპრილში დაბადებული გერმანელი მეწარმე, ჰუმანიტარი და ამავე დროს ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი, რომელიც დაუჩენს სწორედ აღნიშნე 1000-ზე მეტი ებრაული სულის გადარჩენა მიეწერება ამ ადამიანს. მას ეს შესაძლებლობა მიეცა სწორედ მისი სოციალური პოზიციიდან გამომდინარე, ის გახლავთ ჯერ ბოჰემია მორავიაში, რაც არის დღევანდელი ჩეხეთი, იმ დროს ნაცისტური გერმანიის პროტექტორატი, სამეწარმეო ერთეულების უფროსი, ხოლო შემდგომ ის იგზავნება უკვე პოლონეთში, ოკუპირებულ პოლონეთში, სადაც შეერაღების მიზნით ამუშავებულ ქარხნებს მეთაურობდა, მას უწევდა ადგილობრივ საოკუპაციო ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობა. ამინ გოთი, პიროვნება, რომელიც სიკვდილით დასაჯეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთში სწორედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, ამ ადამიანთან ბრჭყალებში თანამშრომლობის შედეგად მან შეძლო, მას მოუწია დარწმუნება მაგალითად უკვე 1944 წელს, როდესაც გერმანია ომსაგებდა და აღმოსავლეთის ფრონტზე უკან დახევა უწევდა გერმანულ არმიას. ამინ გოთს, ჩემს მიერ ნახსენებამ SS-ის ბიუროკრატს, რომელსაც ჰქონდა ჩაბარებული ბრეჟნევს ბრულიცის სახელწოდების საკონცენტრაციო ბანაკში ადამიანების განადგურება, ოსკარ შინდლერმა მოახერხა მისი დარწმუნება, რომ ამ ადამიანს დასავლეთით გადაეტანა ეს საწარმო და რამდენიმე კიდევ დამატებით 1000 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო ოსკარ შინდლერმა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ისევე როგორც ნაცისტების დიდმა რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მან არგენტინას მიაშურა და იქ ცხოვრობდა. საინტერესო არის, რომ ადოლფ აიხმანი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაცისტი და ოსკარ შინდლერი ორივე არგენტინაში ცხოვრობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუ კი აიხმანი მოსადმა მოიტაცა და მას მოუწია პასუხისგება უკვე ებრაული სასამართლოს წინაშე, ოსკარ შინდლერი თავის დროზე 1993 წელს ისრაელის ხელისუფლებამ მის მეუღლესთან ერთად დააჯილდოვა როგორც ერთაშორის ღირსეული მის მიერ გაწეული ამ კეთილი საქმისათვის.
უნდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს, რომ დღეს 27 იანვარია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღე და ჰოლოკოსტის შედეგად რა ინფორმაციაც არსებობს, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 მილიონი ებრაელი შეეწირა. მადლობა ალეოსი ხარუძე საინტერესო მიმოხილვისთვის და ანალიზისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით 2 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დამთავრებისთანავე ჩვენ სტუმართან ერთად. თქვენ გიხდით მადლობას ასევე დათმობილი დროისთვის.